ნათია, განწყობა ნამდვილად არის ისეთი, როგორ შეეფერება ხოლმე ფრანგულ პროტესტებს და დღევანდელი დღე, რა თქმა უნდა, არის გამორჩეული ამ კუთხით. ჩვენ არაერთი სახის მარში გვინახავს ამ ქვეყანაში. აი, ჩემს უკან კი ახლა არიან ფრანკოფონები, რომლებმაც დაიწყეს მსვლელობა საფრანგეთის საელჩოდან და აქედან ჩვენ უკვე ჩავდივართ ჯერ ქართული ოცნების ოფისთან, შემდეგ გადავალთ უკვე ფრანგულ ინსტიტუტთან და საბოლოო ლოკაცია იქნება რა თქმა უნდა საქართველოს პარლამენტი. თქვენ ხედავთ რომ დემონსტრანტები მოდიან, მათ შორის მათ აქვს წარწერები ფრანგულ და ქართულ ენაზე, მანამდე იყო შესრულებული საქართველოს სიმნი და ასევე მარსელიაზა და რა თქმა უნდა სკანდირებით ახლა ჩვენ მივემართებით ჯერ როგორც გითხარით ფრანგული ინსტიტუტისკენ. მოდით გავესაუბროთ ამ ადამიანებს, ნახოთ რა არის მათი მთავარი სათქმელი. მოგესალმებით. გამარჯობა, მოგესალმებით. ძალიან საინტერესო მარშს ვადევნებთ ჩვენ ახლა თვალსაჩინო წყობზე. გითხარით რა აწერია თქვენს პოსტერზე და რა არის თქვენი სათქმელი? პოსტერზე წერია ასეთი რამ, საქართველო არის ევროპის ნაწილი, შესაბამისად ჩვენი მომავალი ევროპაშია. რა თქმა უნდა, მე და ყველა დანარჩენი ფრანკოფონი ვაპროტესტებთ საქართველოში შექმნილ სიტუაციას. მთავრობა მოგპარა არჩევნები, წაგვართა ხმა, დააპატიმრა უკანონოდ ახალგაზრდები და არა მარტო ახალგაზრდები, შესაბამისად მოგპარა ევროპული მომავალი, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით და ამას ვაპროტესტებთ რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. კიდევ ერთი საინტერესო პოსტერს ხედავ აქ. ჩვენ გვირჩევნია პარიზში ღვინის დალევა, ვიდრე არყის ჩელიაბინსკში. გითხარით რომ ალბათ ბორდოსაც უნდა ბორდო უკეთეს იქნებოდა. ბორდო არის ღვინის ქალაქი, მაგრამ პარიზში ცვავთ ხოლმე ჩვენ ღვინოს და არ გვინდა რომ ჩელიაბინსკში მოგვიწიოს არყის დალევა და ამიტომაც ვიბრძვით იმისთვის რომ საქართველო დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე. იმიტომ რომ ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, ჩვენი კონსტიტუციით გამტკიცებული არჩევანი. მადლობა. მე ვხედავ კიდევ ერთ ადამიანს, რომელსაც არაერთი თაობა ყავს აღზრდილი ფრანკოფონების თაობა. თქვენი მთავარი სათქმელი რას ნიშნავს, მოდით ვთქვათ, ევროპა ჩვენთვის და ის მუხტი, რასაც დღეს ჩვენ ვადევნებთ თვალყურს მთელი ამ 24 დღის განმავლობაში, რისი ვართ გაერთიანებული მიუხედავად ყველაფრისა ადამიანებს. ჩვენ ქართულმა ფრანკოფონებმა ჩვენურად ვიცით რა არის ფრანგული ღირებულებები. ჩვენ ქართული ფრანკოფონები ვის ვკითხულობთ, ვასწავლით, უსმენთ, საუბრობთ ფრანგულად, ჩვენურად გვესმის თუ რა არის ევროპული ღირებულებები. ამიტომ ეს ღირებულებები ჩვენც არის განუყრეთ, ჩვენია ეს, ქართულია. ამიტომ ამის მიხედვით აქედან გამომდინარე ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ ევროკავშირის წევრები და დღევანდელი ჩვენი მთავრობის კურსი არის ყოველდღიურად მიუღებელი ჩვენთვის. 25 დღეა დღეს უკვე ქართველი ხალხი ამტკიცებს რომ ჩვენ გვეკუთვნის ეს სამყარო, გვეკუთვნის ევროკავშირი და ჩვენ ამ ბრძოლას არ დავთმოთ, ჩვენ უკან არ დავიხევთ. ძალიან დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, დღევანდელ მარშს სხვა ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს, ვინაიდან ქართულ-ფრანგული მეგობრობის ამბავი, რა თქმა უნდა, არის ისტორიული და დღევანდელ ამ მარშს ქართველების გარდა, რა თქმა უნდა, ფრანგებიც ესწრებიან და დღევანდელი მარში წარმოუდგენელი იქნებოდა ოთარ ზურაბიშვილის გარეშე. პირდაპირ ეთერში მუშაობთ, ბატონო ოთარ. საოცარი დღე არის, მაინც მინდა რომ კითხვა დაგისვათ, ვიცი რომ დაიღალეთ თქვენს ბევრი კომენტარისგან. გაერთიანება ქართველების და ფრანგების მეგობრობის, პოლიტიკის, ისტორიის დღევანდელი ეს მსვლელობა რას გეუბნებათ თქვენ? ეს არის ძველი ისტორია არის, ესე იგი საერთო გვაქვს დაწყებული 30 შეიძლება მანამდე ახლა საბა სულხანის ისტორია ვიცით, ხო, ვიცით რომ წამოვიდა საფრანგეთისკენ და სამწუხაროდ ვერ შეხვდა ლუდოვიკ მე-14-ს, მაგრამ იმის შემდეგ ხომ ყოფილა ურთიერთობა საფრანგეთის და საქართველოს შორის. დაწყებული 21 წლიდან 30 წელში დაარსდა ჩვენი სათვისტომო პოლიტიკური ემიგრანტები, როცა ჩამოვიდნენ პოლიტიკური ემიგრანტები საფრანგეთში. და იმის შემდეგ არის ურთიერთობა, ჩვენი პირველი კონსტიტუცია არის დამყოლობილი არის ფრანგულ კონსტიტუციაზე და ძალიან კულტურულად ძალიან ახლო ვართ. ბატონო ოთარ, დღეს ველოდებით ქალბატონი პრეზიდენტის გამოსვლას, ძალიან დიდი მოლოდინი არის და ალბათ კიდევ უფრო დიდ მარშს ვიხილავთ, ვიდრე აქამდე გვინახავს საპროტესტო მუხტს და ამის პარალელურად დღეს მმართველი გუნდი ანონსებს ფაქტობრივად რეპრესიებს და ამბობს რომ შესაძლოა პრეზიდენტი ზურაბიშვილი გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს. თქვენი პოზიცია როგორ არის? აი ამ როგორი არის პოზიცია ვერ იქნება და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. დაველოდოთ პრეზიდენტის გამოსვლა ამ საღამოს, როგორც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო და აგრეთვე ვნახოთ ხალხის გამოსვლა თბილისის ქუჩებში. ბოდიში და ბატონ ზურაბ, აღიქვამს თუ არა თვითონ პრეზიდენტი ამასაც ედგვარ მუქარად თუ არა, თქვენ როგორ ფიქრობთ? არ ვიცი, ამას თვითონ პასუხებს და არ მინდა ამაზე კომენტარი გავაკეთო დამატებით. მადლობა, ჩვენ ცოტა ჩამოვჭით მარშს. თუმცა როგორც გითხარით, ფრანკოფონების მარში გრძელდება და ისინი აქედან უკვე მიემართებიან ფრანგულ ინსტიტუტთან, სადაც
მათ შეუერთებიან სტუდენტები და სხვა ფრანკოფონები და საბოლოოდ აი ეს მსვლელობაც მივა რა თქმა უნდა რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან და შეუერთება სხვა მსვლელობებს.